გასული წლის დეკემბრის მიწურულს 26 დეკემბერს ისრაელი გახდა პირველი სახელმწიფო, რომელმაც ცნო ოფიციალურად სომალილენდი როგორც დამოუკიდებელ სახელმწიფოდ. სომალილენდში ფეხის მოკიდებით შეიძლება ითქვას, რომ ისრაელმა დაიწყო ომის სამზადისი ჰუსიტების გასანეიტრალებლად, რომელიც არის ერთ-ერთი ნაწილი იმ დიდი რეგიონული კონფრონტაციისა, რომელსაც ეწოდება ირანისა და ისრაელის დაპირისპირება და მისმა ლიდერმა აიდარუს ალ-ზუბაიდმა გამოაცხადა სურვილი იმის შესახებ, რომ ჩატარდეს რეფერენდუმი მომავალში და შეიქმნას ახალი სახელმწიფო, არაბული სამხრეთის სახელმწიფო ამ სახელწოდებით. გამარჯობა, ეს დიდი ვეზირის მორიგი ეპიზოდია, მე შოთა თხელიძე ვარ. პირველ რიგში მოიწონეთ ვიდეო, გამოიწერეთ არხი და ამისთვის ყველას წინასწარ მადლობა. დღეს მინდა გესაუბროთ ქართული რეალობისთვის მეტნაკლებად უცხო რეგიონზე, თუმცა ბოლო თვენახევრის განმავლობაში ამ რეგიონში საკმაოდ საინტერესოდ და დინამიკურად განვითარდა მოვლენები და გულისხმობ ეგრეთ წოდებულ ადენის ყურეს, არაბეთის ნახევარკუნძულის სამხრეთ სივრცეს და აფრიკის რქის რეგიონს, სადაც როგორც ვახსენე, ბოლო კვირებში ჩვენ კინაღამ მომსწრე გავხდით ერთბაშოდ ორი ახალი სახელმწიფოს წარმოქმნის, არასრულფასოვანი სახელმწიფოების, არამედ განაცხადის სახელმწიფოებრიობაზე. პირველი ეს არის აფრიკის რქაზე სომალილენდი, ხოლო არაბეთის ნახევარკუნძულზე სამხრეთი იემენი, არაბული სამხრეთის სახელწოდებით. თავდაპირველად შევეხოთ სომალის საკითხს და შემდგომ გადავალ სომალილენდზე. სომალი ეს არის აფრიკის რქის ყველაზე მნიშვნელოვანი სახელმწიფო ტერიტორიულად, რომელიც ბოლო 10 წლეულებია სხვადასხვა ტიპის თავდასხმების მსხვერპლია, კონკრეტულად შეერთებულ შტატებს პერიოდულად ავიაიერიშები მიაქვს სომალიზე გამომდინარე ტერორისტული საფრთხისა. ამას გარდა ცენტრალური ხელისუფლება დედაქალაქ მოგადიშუში ვერ აკონტროლებს სომალის ტერიტორიას სრულად და აქედან გამომდინარე სომალის აქვს ორი მსხვილი სეპარატისტული რეგიონი. პირველი ეს არის თავად სომალილენდი და მეორე არის პუნტლენდი. როგორც თქვენ რუკაზე ხედავთ, სომალილენდი არის ადენის ყურის მოსაზღვრე სივრცე, აღმოსავლეთის დასავლეთით არის ეთიოპია და ჩრდილოეთით ჯიბუტი, ხოლო პუნტლენდი არის თვითონ აფრიკის რქის წვერი, რომელიც ესაზღვრება როგორც ადენის ყურეს, ასევე ინდოეთის ოკეანეს. თავად სომალილენდს საკმაოდ საინტერესო ისტორია აქვს. სომალილენდი წარმოადგენდა ბრიტანეთის პროტექტორატ ტერიტორიას, ხოლო თავად სომალი იტალიის კოლონია იყო ისტორიულად. 1961 წელს სომალილენდიმ გამოაცხადა დამოუკიდებლობა, ბრიტანეთმა მას უფლება მისცა, რომ გამოეცხადებინა დამოუკიდებლობა, თუმცა სულ რამდენიმე დღეში სომალილენდი გაერთიანდა მის მეზობელ სომალისთან, თუმცა ეს გაერთიანება არ აღმოჩნდა წარმატებული და შედეგის მომტანი. სომალის ომი ეთიოპიასთან დასრულდა იმით, რომ სომალი დამარცხდა ამ დაპირისპირებაში და სომალილენდიმ გადაწყვიტა, რომ კვლავ გამოყოფოდა სომალის და 1991 წელს სომალილენდიმ ცალმხრივად გამოაცხადა დამოუკიდებლობა, თუმცა სომალილენდის აქამდე არავინ აღიარებდა და გასული წლის დეკემბრის მიწურულს 26 დეკემბერს ისრაელი გახდა პირველი სახელმწიფო, რომელმაც ცნო ოფიციალურად სომალილენდი როგორც დამოუკიდებელ სახელმწიფოდ და ამას აქვს საკუთარი გეოპოლიტიკური და რეგიონული განსაზღვრელები. გასულ წელს დიდი ვეზირის ერთ-ერთ ეპიზოდში მე ვახსენე, რომ ისრაელს უკვე დაწყებული ჰქონდა ფეხის მოკიდება აფრიკის რქის რეგიონში და მისი თავარი მოტივი ამ შემთხვევაში იყო ჰუსიტების განეიტრალება არაბეთის ნახევარკუნძულის სამხრეთ ნაწილში, რომლებიც საკმაოდ აქტიურად იყვნენ ჩართულები პალესტინის წინააღმდეგობის საქმეში და ისინი პერიოდულად ბალისტიკური რაკეტებით თავს ესხმოდნენ ისრაელის სხვადასხვა ტიპის ინფრასტრუქტურას და კონკრეტულად სამხრეთის პორტ ეილატს, რომელიც ბოლო 2 წლის განმავლობაში პრაქტიკულად იყო ამ თავდასხმების გამო პარალიზებული. იემენში ჰუსიტების მიერ კონტროლებადი ტერიტორია საკმაოდ დაშორებულია ისრაელისგან, შესაბამისად ისრაელის ავიაციას უჭირდა უწყვეტი საჰაერო ოპერაციების წარმოება. შესაბამისად მას ჭირდებოდა კონკრეტული ტერიტორიული სივრცე, საიდანაც ეს საჰაერო ოპერაციები უფრო ეფექტური და ხშირი იქნებოდა ჰუსიტების გასანეიტრალებლად. თავდაპირველად ამ ტერიტორიად შერჩეული იყო კუნძული სოკოტრა, რომელიც ასევე ეკუთვნის იემენს და არის, ასე ვთქვათ, აფრიკის რქასთან ახლოს ინდოეთის ოკეანეში, თუმცა როგორც ჩანს, ბოლო დროს პრიორიტეტი მიენიჭა სომალილენდის ტერიტორიას, რომელიც უფრო ახლოს არის ბაბ-ელ-მანდების სრუტესთან და უფრო ახლოს არის თავად ჰუსიტების მიერ კონტროლირებულ იემენთან. სომალილენდში ფეხის მოკიდებით შეიძლება ითქვას, რომ ისრაელმა დაიწყო ომის სამზადისი ჰუსიტების გასანეიტრალებლად,
რომელიც არის ერთ-ერთი ნაწილი იმ დიდი რეგიონული კონფრონტაციისა, რომელსაც ეწოდება ირანისა და ისრაელის დაპირისპირება და როგორც ხედავთ, ეს კონფრონტაციაც მზარდია და ამ ომის დაწყების ალბათობაც ასევე მზარდია. და როგორც ჩანს, შეიძლება ისრაელს გადაწყვეტილი აქვს, რომ ირანთან კონფრონტაციაში შესვლის შემდგომ მან გაანეიტრალოს მისი ეგრეთ წოდებული პროქსი ძალები რეგიონში, როგორც ანსარ-ალა, ჰუსიტები იემენში, ასევე მის ჩრდილოეთში, ლიბანში ჰეზბოლა. შესაბამისად, სომალილენდი ამ კუთხით აძლევს ეგრეთ წოდებულ სტრატეგიულ უპირატესობას ისრაელს, გარდა იმისა, რომ ის ახლოს არის ავიადარტყმებისთვის იემენთან, ასევე სომალილენდის სივრცე აკონტროლებს იმ საზღვაო ნაოსნობას და ნავიგაციას, რომელიც შეიძლება და იმ გემების მოძრაობას, რომელიც შეიძლება მოძრაობდეს ირანიდან იემენის მიმართულებით ანსარ-ალას სამხედრო შეიარაღების მომარაგების კუთხით. ისრაელის გარდა არსებობენ სხვა ქვეყნებიც, რომელთაც სურთ სომალილენდის აღიარება სახელმწიფოდ საკუთარი ინტერესების გასატარებლად. ერთ-ერთი ასეთი არის მეზობელი ეთიოპია, რომელიც ისტორიულად დაპირისპირებული სახელმწიფოა სომალისთან. ეთიოპიას გააჩნია საკუთარი სტრატეგიული ინტერესები სომალილენდის მიმართ. გამომდინარე იქიდან, რომ ეთიოპიას არ აქვს ზღვაზე გასასვლელი, მას კეტავს მისი მეზობლები ერიტრეა, ჯიბუტი და თავად სომალი. მან 2 წლის წინ სომალილენდის არაღიარებულ ხელისუფლებასთან გააფორმა მემორანდუმი, რის მიხედვითაც თუ კი ეთიოპია აღიარებდა საომავლოდ სომალილენდის სახელმწიფოდ, სომალილენდი თანახმა იყო მისი მთავარი საპორტო ქალაქში, ბერბერაში, პორტის ნაწილი დაეთმო ეთიოპიისთვის და ეთიოპიას გარე სამყაროსთან ზღვით ევაჭრა, თუმცა ეს მემორანდუმი პრაქტიკაში არ განხორციელებულა, თუმცა მიანიშნებს სურვილებს ეთიოპიის ხელისუფლების. ეთიოპიის გარდა ინტერესი სომალილენდის არსებობის აქვს არაბთა გაერთიანებულ საემიროებს, რომელიც საკმაოდ აქტიურად ვაჭრობენ იგივე ამ ბერბერას პორტის მეშვეობით და მას ინვესტიციები აქვს განხორციელებული ამ პორტში და ასევე ისრაელიდან გამომდინარე ებრაული ლობი საკმაოდ აქტიურად თხოვს შეერთებულ შტატებს, რომ შეერთებულმა შტატებმაც აღიაროს სომალილენდი, გამომდინარე იქიდან, რომ თუ კი სომალილენდის ვაშინგტონი ცნობს სახელმწიფოდ, მაშინ ესე ვთქვათ, შეიძლება დაიწყოს აღიარების საკმაოდ დიდი ტალღა, რომელიც გარდაუვალს გახდის სომალილენდის სახელმწიფოდ შექმნას საბოლოოდ. საკმაოდ დრამატულად განვითარდა მოვლენები უკვე ადენის ყურის გადაღმა იემენში. თუმცა სანამ ამ მოვლენებს შევეხებოდე, მოკლედ გეტყვით თუ რა ძალაუფლებრივი კონფიგურაცია შექმნილი იემენში თითქმის უკვე 10 წელიწადია. იემენის ტერიტორია პრაქტიკულად არის სამად გაყოფილი, რომელსაც სამი, ასე ვთქვათ, დაჯგუფება აკონტროლებს. ქვეყნის დასავლეთ ნაწილს ყოფილ ჩრდილოეთ იემენს აკონტროლებს ცნობილი ჰუსიტების მოძრაობა, ეგრეთ წოდებული ორგანიზაცია ანსარ-ალა და ქვეყნის ტერიტორიის ამ ნაწილში კონცენტრირებული მოსახლეობის უდიდესი ნაწილი, ხოლო სამხრეთ იემენს აკონტროლებს 2 ძალა. პირველი ეს არის საუდის არაბეთის გავლენის ქვეშ მყოფი საპრეზიდენტო საბჭო, რომელიც არსებობს 2022 წლიდან, როდესაც საუდის არაბეთმა 8 ლიდერი ფრაქცია შეკრიბა ერთად და ასე ვთქვათ, გაერთიანებული ძალისხმევით დაიწყეს ჰუსიტების შესაკავებლად ბრძოლა და მესამე ძალა ეს არის სამხრეთის გარდამავალი საბჭო, რომელიც არის გაერთიანებულ არაბთა საემიროების გავლენის ქვეშ, რომელიც არის სეცესიური მოძრაობა, რომელსაც სურს სამხრეთ იემენის ხელთავიდან შექმნა, რომელიც არსებობდა 1990 წლამდე, თუმცა ეს სამხრეთის გარდამავალი საბჭო არის საპრეზიდენტო საბჭოში შემავალი კოალიციური ძალაც, აი 3 წლის წინ, უკვე 4 წლის წინ საუდის არაბეთი და გაერთიანებული საემიროები შეთანხმდნენ მაშინ, რომ გაერთიანებული ფრონტით შეებრძოლებოდნენ ჰუსიტებს. თუმცა როგორც გითხარით, დეკემბრის დასაწყისიდან საკმაოდ უცნაურად და ელვისის სწრაფით განვითარდა მოვლენები, როდესაც სამხრეთის გარდამავალმა საბჭომ დაიწყო ტერიტორიული გაფართოება იმ გუბერნიებზე, რომელსაც აკონტროლებდა საუდის არაბეთის გავლენის ქვეშ მყოფი საპრეზიდენტო საბჭო, კონკრეტულად აღმოსავლეთ იემენის 2 მსხვილ გუბერნიაზე, ჰადრამაუტისა და ალ-მაჰრას გუბერნიაზე. ეს გუბერნიები არის ძირითადად უდაბნო, თუმცა აქ მოიპოვება გარკვეული რაოდენობით ნავთობი, საკმაოდ ასე ვთქვათ, მწირია განსახლება, არის ასე ვთქვათ, ერთ-ერთი მსხვილი ურბანული სივრცე ქალაქი მუკალა, რომელიც ჰადრამაუტის რეგიონის დედაქალაქიცაა და ამ მუკალაზეც სამხრეთის გარდამავალმა საბჭომ დაამყარა კონტროლი და შეიძლება ითქვას, რომ დეკემბრის ბოლოსთვის, იანვრის დასაწყისისთვის სამხრეთის გარდამავალმა საბჭომ სრულად სამხრეთ იემენის ტერიტორიას დაეუფლა და მისმა ლიდერმა აიდარუს ალ-ზუბაიდმა გამოაცხადა სურვილი იმის შესახებ, რომ ჩატარდეს რეფერენდუმი მომავალში და შეიქმნას ახალი სახელმწიფო არაბული სამხრეთის
სახელმწიფო ამ სახელწოდებით. რა თქმა უნდა, თუ კი ეს პროექტი მომავალში განხორციელდებოდა, შეიძლება ითქვას, რომ ეს იქნებოდა გაერთიანებულ არაბთა საემიროების მარიონეტული სახელმწიფო და არ უნდა დაგვაუწყდეს ისიც, რომ გაერთიანებული საემიროები არის ყველაზე ახლო არაბული მოკავშირე სახელმწიფო ისრაელისთვის და თავად ისრაელი საკმაოდ აქტიურად მხარს უჭერდა ამ სეცესიურ მოძრაობას და ახალი სახელმწიფოს სამხრეთ იემენის შექმნას, უკვე ადენის ყურის გადაღმა და შეიძლება ითქვას, რომ ამ სცენარში სომალილენდის აღიარებით და სამხრეთ იემენის, არაბული სამხრეთის შექმნის შედეგად ადენის ყურეზე პრაქტიკულად სრულ კონტროლს დაამყარებდა ისრაელი და მისი მოკავშირე გაერთიანებული საემიროები, თუმცა როგორც გითხარით, მოვლენები ისე არ განვითარდა, როგორც ჩაფიქრებული იყო აბუ-დაბიში. საუდის არაბეთმა დაუყოვნებლივ მოსთხოვა ამ ტერიტორიების დათმობა, ჰადრამაუტისა და ალ-მაჰრას ტერიტორიების დათმობა ემირატებს და მის, ასე ვთქვათ, პროტეჟეს ადგილზე სამხრეთის გარდამავალ საბჭოს, რასაც თავდაპირველად არ დაემორჩილებდნენ საბჭოს წარმომადგენლები და აქედან დაიწყო უკვე კონფრონტაცია საუდის არაბეთსა და რეალურად ემირატებს შორის იემენის ტერიტორიაზე. საუდის არაბეთმა ავიაირიში მიიტანა გემებზე, რომლებიც შედიოდნენ მუკალას პორტში და აწვდიდნენ შეიარაღებას სამხრეთის გარდამავალ საბჭოს მებრძოლებს და შემდგომ უკვე იემენში საპრეზიდენტო საბჭოს დაქვემდებარებაში მყოფმა მებრძოლებმა საუდის არაბეთის დახმარებით დაიწყეს ეგრეთ წოდებული, შეიძლება ამას დავარქვათ, სამხრეთ იემენის გათავისუფლების ბრძოლა და ისე დასრულდა შედეგად, რომ რეალურად სამხრეთის გარდამავალმა საბჭომ სრულად დათმო ის ტერიტორიები, რეალურად სამხრეთ იემენის ტერიტორიები და მისმა ლიდერმა აიდარ ზუბაიდმა დატოვა ქალაქი ადენი, სამხრეთ იემენის დედაქალაქი შეიძლება ასე ვთქვათ და 8 თუ 9 იანვარს სამხრეთის გარდამავალმა საბჭომ, როდესაც დაახლოებით 1 კვირით ადრე ისაპირებდა დამოუკიდებლობის რეფერენდუმის ჩატარებას, 1 კვირის შემდგომ მან საკუთარი თავი გაუქმებულად გამოაცხადა და დღევანდელი სიტუაცია არის ისეთი, რომ უკვე აი ყოფილი სამხრეთ იემენის ტერიტორიას დღეს უკვე აკონტროლებს საუდის არაბეთის გავლენის ქვეშ მყოფი საპრეზიდენტო საბჭოს ძალები. ასეთი კონფიგურაცია თითქმის 10 წელიწადია აღარ ყოფილა, ასევე ისიც უნდა ითქვას, რომ საპრეზიდენტო საბჭომ კონტროლი დაამყარა კუნძულ სოკოტრაზე, რომელსაც აქამდე ემირატების სამხრეთის გარდამავალი საბჭო აკონტროლებდა. ბუნებრივია საუდის არაბეთისთვის მიუღებელი იყო ახალი სახელმწიფოს, არაბული სამხრეთის სახელმწიფოს შექმნა, გამომდინარე იქიდან, რომ მისი სამხრეთული ტერიტორიები ისტორიულად წარმოადგენდა იემენის ტერიტორიას და შეიძლება მომავალში რაღაც პრეტენზიები გაჩენილიყო საუდის არაბეთის ტერიტორიებზე, ასევე ამით საუდის არაბეთი კარგავდა გასასვლელს არაბეთის ზღვაზე და ადენის ყურეზე გასასვლელს და ის რეალურად ალყაში ექცეოდა აღმოსავლეთით ემირატების, დასავლეთით ისრაელის და სამხრეთით მათი, ასე ვთქვათ, მარიონეტული სახელმწიფოს გარშემო, რაც სტრატეგიულად რიადისთვის იყო მიუღებელი, ამიტომაც იყო ყისიერი მოქმედება მათი მხრიდან. შესაბამისად, პროექტი შეიძლება ითქვას, რომ ისრაელ-ემირატული პროექტი, რომ ადენის ყურეზე სრულად დაემყარებინათ კონტროლი სომალილენდისა და არაბული სამხრეთის, სამხრეთ იემენის მეშვეობით, ეს პროექტი იმ ფორმით ვერ განხორციელდა ამ ეტაპზე. შეიძლება ითქვას, რომ სამხრეთ იემენიდან, იემენის სცენიდან გაერთიანებული არაბთა საემიროები საბოლოოდ გავიდა, მან დაკარგა მთავარი, ასე ვთქვათ, ადგილობრივი შემსრულებელი ძალა აი ამ საუდის არაბეთთან დაპირისპირებაში. ბოლო პერიოდში გაერთიანებულ არაბთა საემიროებისა და ისრაელის ტანდემის ქმედებებმა ადენის ყურეში, სომალილენდის აღიარებით და არაბული სამხრეთის სახელმწიფოს შექმნის მცდელობით საუდის არაბეთმა გაიაზრა ის, რომ მას სჭირდება დამაბალანსებელი ძალა აი ამ მისი, ასე ვთქვათ, ორი მეზობელის, ემირატებისა და ისრაელის. წინააღმდეგ შემთხვევაში ის პრაქტიკულად გარშემოტყმული აღმოჩნდება ამ ძალების მიერ, რაც მის ინტერესში არ შედის და რაც არ უნდა პარადოქსულად ჟღერდეს, შეიძლება მომავალში ერიადისთვის მისაღები იყოს ჰუსიტების არსებობა, რომელიც მის, ასე ვთქვათ, უკვე 10 წელია მათ წინააღმდეგ იბრძვიან და მან, ასე ვთქვათ, შეინარჩუნოს ეს, ასე ვთქვათ, დამაბალანსებელი ძალა ადენის ყურეში, აფრიკის რქის რეგიონში და ასევე ისიც უნდა ვთქვათ, რომ საუდის არაბეთმა უკვე დაიწყო სხვა უფრო მსხვილი, ასე ვთქვათ, რეგიონული ბალანსის შექმნის პოლიტიკის წარმოება. მე წინა გადაცემაში ვახსენე, რომ უკვე ფორმირების პროცესია ერთი მსხვილი ტროიკა, პაკისტანი, საუდის არაბეთი, თურქეთის ტროიკა. მოგეხსენებათ, რამდენიმე თვის წინ საუდის არაბეთსა და პაკისტანს შორის გაფორმდა თავდაცვითი პაქტი, რის მიხედვითაც თუ კი საუდის არაბეთს დაუდგება ეგზისტენციალური საფრთხე, ან მის წინააღმდეგ გამოიყენება ბირთვული იარაღს,
მაშინ პაკისტანი გამოიყენებს საკუთარ ბირთვულ იარაღს, ვინც დაესხმება თავს ერიაც და აი ამ ტროიკის საპირისპიროდ უკვე ფორმირდება ასე ვთქვათ, მის დამაბალანსებელი ტროიკა, როგორც ვახსენე, და ამ ტროიკაში ორი ძირითადი შემადგენელი აქამდე იყო გაერთიანებული არაბთა საემიროები და ისრაელი და მათ დაემატა უკვე ინდოეთი, როგორც შეიძლება ითქვას, რომ ისტორიული მოკავშირე ისრაელისთვის, თუმცა ბოლო დღეებში გაერთიანებულმა საემიროებმა ინდოეთმაც საკმაოდ მსხვილი საინვესტიციო და სავაჭრო შეთანხმება გააფორმეს, რომელიც გარკვეულწილად მოიცავდა თავდაცვით ელემენტებსაც. ამიტომ ჩვენ შეიძლება ვთქვათ, რომ აი ახლო აღმოსავლეთსა და სამხრეთ აზიის რეგიონში გვაქვს ესეთი ორი დიდი სამეული ურთიერთდამაბალანსებელი: თურქეთი, საუდის არაბეთი, პაკისტანი და ინდოეთი, გაერთიანებული საემიროები და ისრაელი და ამ ორ, ასე ვთქვათ, სამეულს შორის შეიძლება ითქვას, რომ მომავალში იქნება გარკვეულწილად, ასე ვთქვათ, დიპლომატიური კონფრონტაცია. აქ არის აღსანიშნავი ის, რომ თურქეთი, საუდის არაბეთი და პაკისტანის სამეულთან უფრო აფილირდებიან დამატებით სხვა ქვეყნებიც, მაგალითად ეგვიპტე, როგორც საუდის არაბეთის მოკავშირე სახელმწიფო, ასევე ყატარი, როგორც თურქეთის მოკავშირე სახელმწიფო და რაც უნდა აღვნიშნოთ ის, რომ ამ სამეულის ინტერესში არ შედის ახლო აღმოსავლეთის დესტაბილიზაცია, გულისხმობ ირანთან კონფრონტაცია და საპირისპიროდ უნდა ვთქვათ, რომ ინდოეთს, საემიროებსა და ისრაელს ამ შემთხვევაში ამ სამ ქვეყანას მსგავსი ტიპის აფილირებული სახელმწიფოები რეგიონში ჯერჯერობით არ ჰყავს. დღეისათვის სულ ეს იყო, შეგახსენებთ, რომ მოიწონეთ ვიდეო, გამოიწეროთ არხი. ეს დიდი ვეზირია, მე შოთა თხელიძე ვარ, დროებით.